ქობულეთში ზღვაში ბიჭი იხრჩობა, მაშველები ახლოს არ ჩანან, ხალხი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას და ნაცვლად პანიკისა ერთობლივ ქმედებაზე გადადის. ყველა ისე მოძრაობს, როგორც ერთი მთლიანობა, ერთი სხეული. ყველას თავისი როლი აქვს აღებული. ზოგმა თოკი მოიტანა, ერთმა ზღვაში შეიტანა, რამდენიმე განლაგდა ამ თოკის გარშემო და სასწაულებრივად ერთიანი ძალებით თოკი დაქაჩეს და ბიჭი ცოცხლად გამოიყვანეს. დარწმუნებულები იყავით, რომ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური შეხედულებებით, მაგრამ აერთიანებთ ერთი საერთო დიადი მისია: იხსნან სიცოცხლე და ბიჭი დახრჩობას გადაარჩინონ. ამ ერთობლივ ქმედებათა მექანიზმში ყველა ადამიანის ძალისხმევა არის ერთნაირად მნიშვნელოვანი, რომ არა თუნდაც ერთი იქ მყოფი ადამიანის ხელის წაკვრა ამ გმირულ საქმეში ბიჭი დაიხრჩობოდა. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ გმირები არა მარტო ინდივიდუალურად, არამედ ერთიანად და ერთობლივად. ხოლო თუ ჩვენი დამოკიდებულება გარემოს მიმართ იქნება შემდეგი: ეს ჩემი საქმე არაა, მე არ მეხება, მაშინ ეს ერთობის ჯაჭვი ის რგოლი გაწყდება ზუსტად, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს და ვინც ის იქნებ, ეს მსხვერპლი ჩვენ ვიყოთ, ან და უბრალოდ ჩვენი საყვარელი ადამიანი. მიუხედავად განსხვავებული დამოკიდებულებებისა, აუცილებელია ვიპოვოთ საერთო ენა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ვიდეო კეთილი დასასრულით არ დასრულდებოდა. ყველაფერს აქვს საკუთარი ახსნა. ამიტომ ამ ვიდეოში კონკრეტული გმირის ნაცვლად საუბრობ გმირებზე, გმირ საზოგადოებაზე. საუბრობ შენზე და შენზე, რომლის გარეშეც ამ ქვეყანაში არაფერი გამოვა. ამიტომ ნუ დაბრმავდებით, ნუ დამუნჯდებით, ნუ დაყრუდებით, როდესაც ქვეყანას სჭირდებით.